მოგესალმებით ჩემო ძრუფესებო. ეს არის არხიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო ესეთი გაშლა. საჯარო გაშლა. თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი როგორ აღგიქვათ მისი ქვეცნობიერი და რას წარმოადგენთ მისთვის. ბრძნობა, ემოცია, ფიქრი, ქმედებები, მოდი განვიხილოთ დეტალურად. წარმოთქვით მისი სახელი და ვნახოთ რა ენერგიებშია, ვინ არის საერთოდ და რას წარმოადგენს. შეგახსენებთ ეს არის საჯარო და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენს თქვენთვის. მაშინ დავიწყოთ, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. რაღაცა რთულ პერიოდს გადის მისი ცხოვრების ნახეთ, აი ხურავს რაღაცა ერთ ეტაპს მისი ცხოვრების და ახალი ნაბიჯების აღქმას იწყებს, თუმცა ძალიან უჭირს ამ ყველაფრის გაკეთება, უზარმაზარი პასუხისმგებლობები, უზარმაზარი ტვირთი აქვს მოკიდებული, რომელიც რეალურად არ აძლევს საშუალებას მხრებში ზურგ გასწორდეს, აი ნახეთ, მაგრამ მოლოდინი გამარჯვების ნამდვილად აქვს. აქ ცოტა აგრესიული ენერგიაშია, რაღაცა გაბრაზებულია, გაცოფებულია, შესაძლებელია ძალიან სწრაფად ხდება ცვლილებები, ისეთი რადიკალური ცვლილებები, ისი ნახეთ, რასაც ვერ წუდება თვითონ და ვერ ეწევა ამ ტემპს, ამასაც განვიხილავ აუცილებლად, მაგრამ გამარჯვებების იმედი ნამდვილად აქვს უახლოეს პერსპექტივაში. ეს გამარჯვება შემიძლია განვიხილოს საქმესთან დაკავშირებით, პირად ურთიერთობებში და ასე შემდეგ ნებისმიერი თვალსაზრისით. მოდი ვკითხოთ ესეთი რაღაცა, როგორ აღგიქვათ მისი ქვეცნობიერი თქვენ? კარმულ პარტნიორს, კუდიანი ქალი ხართ, ნახეთ, თქვენ ხართ პარტნიორი, კარმული გაკვეთილები, სხვათა შორის ორი წელიწადია ერთი და იგივე წრეზე ტრიალებთ. შესაძლებელია იმპერატორი, ნახეთ, ძალიან თავისებურ ტიპას წარმოადგენს იმპერატორი, ეს არის ძალიან რთული ხასიათების მქონე ადამიანი, წესებით და კანონებით ცხოვრობს. გათვლილი ყველა ნაბიჯი, საკმაოდ კარგი მანიპულატორიც არის, მაგრამ თუ მიგიღოთ მის პარტნიორად, ის იქნება ძალიან დიდი საყრდენი კედელი თქვენთვის. თქვენ კარმული გაკვეთილები ხართ ერთმანეთისთვის, ნახეთ, აუცილებლად ამ ადამიანთან შეხვედრამ გასწავლად ძალიან ბევრი რაღაცა რა არის მაგალითად სწორი და რა არის არასწორი, რამდენად საჭიროა ესეთი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, გჭირდებათ თუ არა რეალურად ეს ადამიანი და იგივეს აღიქვავს თვითონაც რასაკვირველია. მისი ქვეცნობიერი აღიქვათ როგორც მის განაჩენს, მწარე განაჩენს სხვათა შორის და პარალელურად როგორც კუდიან ქალს. შესაძლებელია იქიდან გამომდინარე ხდება ეს ფიქრები ზუსტად, რომ ვერ ახდენს ფიქრებიდან თქვენ ნახეთ თავს ვერ აღწევს თქვენზე ფიქრებით. ამიტომ სულ აი ეს აკვიატება ხართ მისი და აქედან გამომდინარე უჭირს აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლა რეალურად ესეთი შეგრძნებები აქვს და მოდი ვნახოთ რას ფიქრობს ეხლა თქვენზე. რას ფიქრობს თქვენზე? სხვათა შორის ძალიან საკმაოდ დიდი ხანია დასრულებულია კომუნიკაცია, აქ საკმაოდ გაჯანჯლებული პაუზაა, მესამე პირები არიან ურთიერთობებში ჩარეულები, ეს მესამე პირები პირდაპირ მნიშვნელობით სხვა ქალი შემიძლია განვიხილო პარტნიორი, ხო იმპერატრიცა შესაძლებელია დედაც იყოს მისი, ნახეთ სხვა ქალია. ამის გამო, ამ მესამე პირების გამო მოხდა ზუსტად მისი გონების არევაც, მთვარე ერთგვარად ნიშნავს დაბინდულ გონებას, არაჯანსაღ გონებაზე მყოფ ადამიანს, ნახეთ არეული აზროვნების ვერ ხვდება რომელია სწორი და რომელია არასწორი ეხლა, ამიტომ არჩევანის წინაშეც არის დღესდღეობით, არა აქვს გაკეთებული არჩევანის, საბოლოო მაინც გადაწყვეტილება ვერ მიიღო ამ მესამე პირებიდან გამომდინარე უკაცრავად. მაგრამ აი სექსუალური უაზროდ აი დამოკიდებულია თქვენ სექსუალურ ენერგიაზე, აი როგორ არის იცი იკვებება ამით იკვებება ეშმაკის ენერგია და იმდენად დიდი მიჯაჭულობა აქვს ამ თვალსაზრისით თქვენთან, რომ აი უბრალოდ წარმოუდგენელი მიჯაჭულობა სექსუალური. ნახეთ, რაღაცა დროს და მომენტს ელოდება, რომ ნაბიჯები გადმოდგას. აქ ემოციაც შემიძლია განვიხილო რასაკვირველია. შორიდან გითვალთვალებთ, თუ არ არის კომუნიკაცია ახლა და გაჯანჯლებული პაუზა, იცოდეთ, რომ ინტერნეტ სივრცეში, სატელეფონო სივრცეში მაინც ხდება თქვენზე თვალთვალი, იმიტომ რომ ინფორმაციების მოძიებას ცდილობს განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, ხომ არ გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში ვინმე სხვა და არ გაიარეთ ეს უზარმაზარი ტრანსფორმაცია, რასაც პირადი ურთიერთობები ჰქვია. სხვათა შორის თავს კარგად არ გრძნობს, არც იმას არ გამოურიცხავ, რომ ასე მაგიური ზეკავლენებიც ხდებოდეს, თუ ისმით უმეტეს დაუჯახებულია რაღაცა ოჯახიდან მოდის ეს უარყოფითი ენერგიების ზემოქმედება ამ ადამიანზე სამწუხაროდ შესაძლებელია იმასიც განვიხილო აუდიტორია დიდია და რამოდენიმე ვარიანტში ჩამოვთვლი მეგობრებო, აქ შესაძლებელია ესაც გაშორებდეთ და მანძილის გამოვლას ფიქრობდეს, ანუ დისტანცია ურთიერთობაში, ეს არის ერთგვარი ძალიან დიდი წინააღმდეგობაც მინდა გითხრათ.
ამ ურთიერთობაში სხვათა შორის ცვლილებების პერსპექტივა არის უახლოეს პერიოდში. 6 დღე, 6 რიცხვი, ნახეთ, 6 კვირა შემიძლია განვიხილო. არის საკმაოდ საინტერესო ნაბიჯები ამ ურთიერთობაში ვიტყოდი. ამ ურთიერთობას აქვს შანსი იმის, რომ გადალაგდეს სიტუაციები, მოერგოთ ახალ ვიტყოდი გზას, აი სადაც შეიძლება რომ ერთად გაიაროთ ეს გზა, იმიტომ რომ აქ სითბოს ენერგიაც მოდის, მზის ენერგიაც მოდის. ეს ურთიერთობა თუ გაჯანჯლებული პაუზა, არ გიგო პაუზა, აი ნახეთ ვახსენებ რომ ეს არ არის დასრულებული ურთიერთობები, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ არის აქ კარმა გავლილი ამ ურთიერთობაში, დასრულებული კარმა არ არის და კიდევ უნდა გაიაროთ რაღაცა ეტაპი და ნაბიჯებით ამ ურთიერთობაში. ამიტომ ყველა ვარიანტში მოგიწევთ კიდევ ერთხელ რაღაცნაირად შეერთება ამ ურთიერთობის არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ შმაკი საფუძველზე შესაძლებელია საკრძალული ურთიერთობაც იყოს, ან თქვენთვის, ან მისთვის, ან თქვენ იყოთ დაოჯახებული და ან ის იყოს, მაგრამ მიუხედავად აი ამ აკრძალვებისა, იმდენად მნიშვნელოვანია ენერგიის თვალსაზრისით ეს ურთიერთობა მისთვის, რომ ვერ აღიხსნათ. ეხლა კი უჭირავს დისტანციურად ჩამოკიდა სიტუაციები. ხმალს იქნევს ცოტა ხანი დამაცადეთ, მაცადეთ რაღაცა ცივ ენერგიებშია, კონფლიქტურ ენერგიებშია, საკუთარ თავთან ძალიან სერიოზულ ჭიდაობაშიც არის მეგობრებო, ამიტომ აი ახლა არჩევანი უახლოეს ორ პერიოდში ნამდვილად მოუწევს. დარჩენა და საბოლოო წასვლა. წასულია ბევრი თქვენთაგანის პარტნიორი კიდევ ერთხელ ვიძახი ურთიერთობიდან, მაგის საფუძველზე აქ იყო რაღაცა ზეწოლები და ზემოქმედებები ადამიანზე, ამიტომაც მოხდა კრიზისი ურთიერთობაში. აღმოჩნდით აი აბსოლუტურად გაღარიბებულები და ნახეთ ვარსკვლავი ზუსტად მანძილს ნიშნავს, როგორც მენტალურ მანძილს, სიშორეს, ასევე ფიზიკურ სიშორეს. რეალურად ეს სიშორეც არის გამოწვეული ზუსტად ამ მაგიური ზეგავლენებიდან შემოძვირფესებოდა. ნახეთ, ამას ძალიან განიცდით თქვენ, აქ თქვენი აკვიატებული ფიქრები, უძლო ღამეებია, შესაძლებელია რაღაცა სიზმრებშიც კი მოდიოდეს მინიშნებები, მაგრამ აი ამ ურთიერთობაში ესეთი რაღაცა შემიძლია განვიხილოთ, შემოძვირფესება, რომ უახლოესი 3 პერიოდი, 3 კვირა, 3 დღე შემიძლია განვიხილო, 3 თვე მაქსიმუმ. აი საინტერესო რესურსები უნდა შემოვიდეს ამ ურთიერთობაში, თითქოს ფორტუნა მოგცემთ იმის საშუალებას, რომ რაღაცებს თავისი სახელი დაარქვათ ამ ურთიერთობაში. აქ კითხვის ნიშნებია, რაზეც პასუხები არ გაქვთ და ჭირდებათ ეს პასუხები მიიღებთ, ოღონდ მისგან არ მიიღებთ ამ პასუხებს. აი თვითონ სამყარო მოგცემთ იმის საშუალებას, რომ იმ კითხვებზე, კითხვები, რომელიც გაწუხებთ ამდენი ხნის განმავლობაში, ამ კითხვებზე პასუხი მიიღოთ, ოღონდ სამყაროს ჩარევით და არამისი ჩარევით, იმიტომ რომ ის არასდროს არ არის გულწრფელი თქვენთან. სამწუხაროდ მისი ქმედებების კრიტიკა ეხა საკმაოდ ცუდი იქნებოდა, იმიტომ რომ ამაზე პირდაპირ შემიძლია კითხოთ, რომ არის რაღაცა ზეგავლენები, როგორც ქვეცნობიერის, ხანდახან ქვეცნობიერის, აი ნახეთ, ფსიქოლოგიური ზეწოლა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე რაღაცა ჯადო ან ასე შემდეგ. ნუ ყველა პონჩი ამ ენერგიების ქვეშ არის, ზემოქმედების ქვეშ არის ეს მეგობრებო. ძალიან სერიოზული ნგრევები მოდის ამ ადამიანის ცხოვრებაში. შესაძლებელია წარმოდგენები ან ასე შემდეგ. აი ის ზეგავლენები, რაც მასზე ხდება, ეს მოიტანს მის ცხოვრებაში ძალიან დიდ ნგრევებს. სამწუხაროდ ბუმერანგის სახით შესაძლებელია დაუბრუნდეს კიდეც ეს ენერგიები ამ ადამიანს. ფუნდამენტური ნგრევები, თუმცა მე კი გამოვართ მდგომარეობი და რასაკვირველია, მაგრამ აი ნუ იქ სადაც ხდება მისი მორჩილება, ესეთი რაღაცა შემიძლია გითხრათ. ერთგვარი ბუმერანგი იქნება, უზარმაზარი კონფლიქტი, მიუხედავად რომ ვერ ეშვებიან იმ ურთიერთობებს, იქ იქნება ძალიან სერიოზული კონფლიქტი და ჭიდაობა, ეს იქნება ერთგვარი მძიმე ბუმერანგი მათთვის, თუ ვინმე მაგიურ ზეგავლენებს ახდენდა თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანზე. მას კიდევ გზები იხსნება, ტენდენციები იხსნება საკმაოდ საინტერესო უახლოეს პერიოდში, სხვათა შორის ძალიან კარგი მანიპულატორია, ამ მანიპულაციების თუ ამ ადამიანის გამო და მისი მანიპულაციების გამო ძალიან ბევრჯერ აღმოჩნდით საკუთარ თავთანაც და ცხოვრებისეული თვალსაზრისით წინააღმდეგობებში, მაგრამ თქვენც გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან ცოტა მოგვიანებით, დრო ჭირდება რაღაცას. კიდევ ერთხელ გეუბნებით, აი უახლოესი 3 პერიოდი საკმაოდ გარდამტეხია ამ ურთიერთობაში და თვითონ სამყარო მოგცემთ მინიშნებებსაც, იმის საშუალებასაც, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და რეალურად მიიღოთ გადაწყვეტილება. საერთოდ გჭირდებათ თუ არა მსგავსი პარტნიორი თქვენ ცხოვრებაში, ან რას უნდა ელოდოთ ამ ურთიერთობაში. მოდი მაშინ კი ესია, კითხვა მინდა დავსვა პირდაპირ, რა უნდა ელოდოთ ურთიერთობაში. მე თქვენთაგანი ახალ შანსს მისცემთ ამ ურთიერთობას, შანსს, რომელიც აი სამყაროშიც კი სამყარო გაწვდით ხელს, ეს ერთგვარად თქვენს და სამყაროც ერთმანეთს მისცემთ საშუალებას იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაიწყოთ და განავითაროთ. ნუ ყველა არასაკვირველია, ბევრი თქვენთაგანი სხვა შანსს გამოიყენებს სამყაროში, იმიტომ რომ ბევრი თქვენთაგანის ცხოვრებაში ახალი პარტნიორი ჩნდება და ეს იქნება ერთგვარი საჩუქარი სამყაროსგან შემოძვირფესება, რომ ამ უარყოფითი ენერგიებიდან თავი დააღწიოთ. თუ ტოქსიკური ურთიერთობებიდან. მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ, ძალიან მიყვარხართ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.